პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნეთ სოციალურად ყველაზე დაუცველად ჩვენს თანამოქალაქეებზე და გავაორმაგეთ მათი დახმარება. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის. ფაქტმეტრის დასმით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არის ნახევრად სიმართლე. მოდით ვნახოთ რეალურად რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. 2009 წლიდან სახელმწიფო ასწავლიდა მოსახლეობის იმ სეგმენტს, ვისაც ჯანდაცვაზე ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი. დაზღვეული იყო სიღარიბის ზღვარსქვემოთ მყოფი მოსახლეობა, კომპაქტურ დასახლებაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები, მსრულნველობა მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და ასაკით პენსიონერები. 2012 წლის ბოლო მონაცემებით სახელმწიფო დაზღვევით ჯამში 1.618.460 ადამიანი სარგებლობდა, ხოლო კერძო და კორპორატიული დაზღვევით 362.663 პირი. საქართველოს მოსახლეობის 2 მილიონზე მეტ პირს დაზღვევა არ ჰქონდა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პირველი ეტაპი 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა და მასში ყველა ის მოქალაქე მოხვდა, ვისაც იმ ეტაპზე ჯანმრთელობის დაზღვევა არ გააჩნდა. მიმდინარე წელს სახელმწიფო დაზღვევის სხვა პროგრამით მოსარგებლე პირებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უერთდებიან. პროგრამა პირველ ეტაპზე 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიას, ოჯახის ექიმის მომსახურებას და ბაზისურ ლაბორატორიულ ანალიზებს დააფინანსებდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი ამოქმედდა და მას გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მშობიარობის ხარჯების დაფინანსება დაემატა. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვა სრულ დაფინანსებას არ გულისხმობს. ამასთან ერთად დაწესებულია თანხის წლიური ლიმიტები, მაგალითისათვის, გეგმიური ოპერაციები 70%, წლიური ლიმიტი 15,000 ლარი, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 80%, წლიური ლიმიტი 12,000 ლარი, ფიზიოლოგიური მშობიარობა ლიმიტი 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი. ამასთან ერთად საყოველთაო ჯანდაცვა არ ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მაშინ როცა 2013 წლის იანვრის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშის მიხედვით მოსახლეობის დანახარჯები მედიკამენტების ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს შეადგენდა. რაოდენობრივი მაჩვენებლით პრემიერი მართალია. ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის მეტის ჯანმრთელობის დაზღვევა იქნება შესაძლებელი. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალურად ნაკლებად დაცული მოქალაქეების ჯანმრთელობას სახელმწიფო მანამდეც აზღვევდა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები ლიმიტირებულია და ის სრულად ვერ ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. გარდა ამისა, ამ პროგრამის მედიკამენტების დაფინანსება საერთოდ არ არის გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებისათვის მკურნალობის ხარჯების ნახევარს სწორედ მედიკამენტები შეადგენს და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ეს მათთვის კვლავ დიდ პირთად რჩება.